ლიონის უმძიმესი განაჩენი, თოფურიას ვრცელი ინტერვიუ, რას ამბობს ქართველი მახაჩევზე, ოლივეირაზე და ჯონ ჯონსზე. კვარაცხელიას კურიოზული გოლი, ვის სურს გოგლიჩიძის შეძენა და სად გააგრძელებს კარიერას შოთა არველაძე. ან და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერია. დავიწყოთ ლიონის უმძიმესი მდგომარეობით. გიორგი მიქაუტაძის გუნდი ლიგა 2-ში ოფიციალურად დააქვეითეს. საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციამ ეს გადაწყვეტილება კლუბის ფინანსური პრობლემების გამო მიიღო. როგორც ცნობილია, ლიონის დავალიანება დაახლოებით 505 მილიონია. როგორც ჩანს, რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა კლუბს ვერ დაეხმარა და ლიონი ამ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბოლო ინფორმაციით, ლიონი საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ახლა კი უფრო პოზიტიური ამბავი. რონალდოს შემდეგ მესი. დარწმუნებული ვარ, ეს ყველას გვინდოდა და აი ის ნანატრი დღეც. 29 ივნის ქართველი ვარსკვლავი პარის სენ-ჟერმენთან ერთად არგენტინელი სუპერვარსკვლავის ინტერ მაიამის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ქართველმა სიეტლში ადგილობრივ საუნდერსს 72,000 გულშემატკივრის წინაშე კურიოზული გოლი გაუტანა. მაშინ, როდესაც ვიტინია კარისგან ურტყამდა, ბურთი ზურგზე ხვიჩა კვარაცხელიას მოხვდა და კარის მიმართულებით აისხლიდა. სწორედ ასეთი უცნაური გამოდგა ქართველის პირველი გოლი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. რაც შეეხება მესის ინტერ მაიამის. მან ბოლო შეხვედრაში პალმეირასთან მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. შეხვედრა ფრედ დაამთავრა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ახლა კვარაცხელიას დაუპირისპირდება. თქვენ რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება მესის და კვარაცხელიას გუნდების დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ საბა გოგლიჩიძით დაინტერესებულ კლუბთა რაოდენობა იზრდება. რომას, პარმას, ფიორენტინას, ლაციოს, სანდერლენდის და ნოტინგემ ფორესტის შემდეგ 20 წლის ქართველი მცველით უდინეზეც დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ საბას სერია B-ში გავარდნილი ემპოლის დატოვება სურს და ემპოლიც მზადაა ქართველი 8 მილიონი ევრო სანაცვლოდ დათმოს. თქვენ ჩამოთვლილი კლუბებიდან სად ისურვებდით საბას ხილვას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე დაწერეთ, სად გსურთ გიორგი ჩაკვეტაძის ხილვა. ნიუ-იორკ ტაიმსის აზრით, ჩაკვე პრემიერ ლიგაში სათამაშოდ მზადაა. ეს აქამდეც არაერთ გამოცემას თუ ექსპერტს უთქვამს. თუმცა თავარია, სად ვნახავთ ჩაკვეს მომდევნო სეზონიდან. აქვე გეტყვით, რომ შოთა არველაძე თურქული ქასიმ ფაშას მთავარი მწვრთნელი გახდება. თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები 1 წლიან კონტრაქტს რამდენიმე საათში გააფორმებენ. შეგახსენებთ, რომ 52 წლის ქართველი სპეციალისტი ქასიმ ფაშას 2012-15 წლებში წვრთნიდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ შოთა არველაძე ლოკომოტივის კლუბის ბორდის წევრიც გახდა. თუმცა მისი თურქულ კლუბში დანიშვნა ბორდის წევრობაში ხელს არ შეუშლის. თუ როგორ ამ საკითხზე არველაძემ იმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომლის ვიდეოც ამავე არხზე შეგიძლიათ ნახოთ. ახლა კი დაუბრუნდეთ 29 ივნის. ეს დღე მნიშვნელოვანი მხოლოდ კვარას და მესის დაპირისპირების გამო არ არის. ჩვენ რაღაც უფრო დიდი და ამაღელვებელი გველოდება. სწორედ ამ დღეს ლას-ვეგასში ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურია ახალი ისტორიის დაწერას და მეორე დივიზიონის ქამრის მოპოვებას შეეცდება. UFC 317-ზე ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას სუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის დაუპირისპირდება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეეცდება, რომ UFC-ს რეიტინგში დაწინაურდეს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ჯონ ჯონსმა კარიერა დაამთავრა, მისი ადგილი სწორედ ილიამ დაიკავა. შესაბამისად, ახლა პირველ სამეულში 2 ქართველია. პირველზე ისლამ მახაჩევი, მეორეზე მერაბ დვალიშვილი და როგორც გითხარით, მესამეზე ილია თოფურია. მაგრამ მჯერა, რომ ეს რეიტინგი 29 ივნისის შემდეგ ჩვენთვის კიდევ უფრო კარგად შეიცვლება. თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ ილიამ ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ არიელ ჰელვანის შოუში ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო. ქართველმა საუბარი ჯონ ჯონსით და ისლამ მახაჩევით დაიწყო. ჯონ ჯონსი ბოლო 10 წელი საუკეთესოებს ეჩხუბებოდა და შესაბამისად არ მგონია, რომ ვინმეს გაექცა. გონი უბრალოდ კარიერის დამთავრება უნდოდა. დაიღალა ამ თამაშით, ან რამე მსგავსი. ყოველთვის იქნება ვინმე შემდეგი და იმის შემდეგი და იმის შემდეგი. ტომას პინალიც რომ დაამარცხოს ვინმემ, ახალი ისევ მოიძებნება. რაც შეეხება ისლამს, გულწრფელად რომ გითხრათ, ან გონია რომ გამირბის. ჩემი მხრიდან ამის თქმა ტყუილი იქნება. გონი წონის კლებით დაიღალა. ახალი გამოწვევები უნდა. ქვესაშუალო წონაში ავიდა. სჯერა, რომ ორმაგი ჩემპიონობის შანსი აქვს და მგონი, რომ უბრალოდ ამას ცდილობს. ბელალს რომ მოეგო, ამ შაბათ კვირას 100%-ით ჩემთან ჩხუბი მოუწევდა.
სხვა ვარიანტი არ დარჩებოდა. გონი ბევრ ადამიანს არ ესმის, რამდენად რთულია წონის კლება. როდესაც წონის კლებით იღლები, არ არსებობს სამყაროში სახელი, რომელიც ბრძოლის მოტივაციას მოგცემს. არ არსებობს თანხა, რის გამოც ამას იზამ. უბრალოდ გინდა საკუთარ ჯანმრთელობას მიხედო. ეს არის ის, რის გამოც მე წონა შევიცვალე და ვფიქრობ, მანაც იგივე გააკეთა. მე ვგრძნობდი, რომ პროცესისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი და რაღაც მომენტში სპორტიც მსულდა. რეალობა კი ისაა, რომ ეს სპორტი მიყვარს. მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ასენობ, რაღაც უნდა შემეცვალა. UFC კი ძალიან კარგად მომექცა. სატიტულო ბრძოლას შემბირდა. ჩემი ტიტულის დათმობაზე პრობლემა არ მქონდა. მესმის, რომ ბევრი ადამიანი საკუთარი ოცნებისთვის იბრძვის და ვინმეს კარიერისთვის ხელის შეშლა არ მინდოდა. თქვი, რომ იმავე დღეს შემეძლო ქამარი ვაკანტური გამეხადა, რადგან ქვემ სუბუქ დივიზიონში ასპარეზობას აღარ ვაპირებდი. გაგებით მოეკიდნენ და ახლა მსუბუქი წონის ტიტულზე ვჩხუბობ. როდესაც ისლამმა თქვა, რომ ქამარს არ გაათავისუფლებდა, უბრალოდ გამეცინა. იმიტომ რომ, როდესაც UFC რამეს მბირდება, თავიანთ სიტყვას ყოველთვის ასრულებენ. მსოფლიო ტიტულზე ბრძოლა მინდოდა და ამას ვაკეთებ. არ მქონდა კონკრეტული სახელი ჩაფიქრებული. ერთადერთი რაც ფიქრებში მქონდა, იყო ან ვიჩხუბებ ტიტულზე, ან არ ვიჩხუბებ საერთოდ. ახლა რომც დამირეკონ და მითხრა, რომ შაბათს არ მას ვეჩხუბები, ჩემთვის სულ ერთია. მაინც ვიცი რა მოხდება. ახლა თავს ძალიან კარგად გვცნობ. ძალიან ბედნიერი ვარ. შემიძლია ვჭამო, სითხე მივიღო. თავის მოკლა არ მიწევს, როგორც ადრე. ბრძოლის წინა კვირა ყოველთვის რთულია, მაგრამ ამ 10 ფუნტმა სიცოცხლე მაჩუქავ. შაბათს სადღაც 79-91 კილოგრამი ვიქნები. ჩარლზის ჩამოწერა არ შეიძლება. სახიფათო კაცია. ყველაზე მეტი ფინიში აქვს UFC-ს ისტორიაში, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ ყოფილ ვარ. ვოლკანოვსკისთან და მაქს ჰოლოვეისთან. არავის შეეძლო მათი დამარცხება. არავის შეეძლო მათი დანოკაუტება, მაგრამ ჩემთან არც ეს არ უჩხუბია. არავის შეხვედრია ვინმე, ვისაც ჩემნაირი უნარები ჰქონდა. დიდი ხანია ვამბობ, რომ ის უნარები, რითაც მე ამ სპორტში მოვედი, ასეთი რამ ჯერ არ უნახიათ. ჩარლზთანაც იგივეა. მას კი გონია, რომ რაღაცის შანსი აქვს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ არ აქვს. ერთადერთი რაც მისგან საჭიროა, ოქტაგონზე გამოსვლა. დანარჩენს მე მივხედავ. პირველ რაუნდში დავაფინიშებ. როგორც წესი, ოპონენტების დანოკაუტებისთვის ზუსტად იმდენი დრო მჭირდება, რამდენიც დისტანციის დაფარვას უნდა. იმიტომ რომ ჩემი ოპონენტები გარბიან, მოძრაობენ გვერდულად. როგორც კი დისტანციას ვფარავ და კომბინაციას ვიწყებ, მეტოქეებს ვანოკაუტებ. ჩარლზთან დისტანციის დაფარვაც კი არ მომიწევს, რადგან თავად სულ წინ მიდის. მე კი მის დასანოკაუტებლად ამაზე მეტი არაფერი მჭირდება. უბრალოდ ეცადოს ოქტაგონის ცენტრში დარჩეს. ვერც კი დაინახავს, როგორ მიუახლოვდები. როგორც ყოველთვის, ვარდი გამზადებულია. ჩემი მეტოქის მიმართ პატივისცემა ხომ უნდა გამოვხატო. UFC-ს არ უყვარს, როდესაც საჯაროდ საუბრობ იმ შეთანხმებებზე, რაც მათთან მაქვს, მაგრამ შეიძლება მახაჩევთან ბრძოლა მომავალში ქვეს საშუალო წონაში შედგეს. მაღალ წონაში ასვლა ჩემს სხეულზე ნეგატიურად არ აისახება. ჩემი მენტალობა ისაა, რომ თუ ჩემს ცოლთან ერთად ქუჩაში მივდივარ და ვინმე მას რამეს ეთქვის, იმის გარკვევას არ დავიწყებ, ის ადამიანი რამდენ წონაშია, რამხელა წვდომი აქვს, ან სიმაღლე, უბრალოდ თავს მოვაცლი. ეს ბრძოლებია. მეორე ადამიანის წონა არ მაინტერესებს. თუ 10 ფუნტით მეტი ხარ, გილოცავ, მაგრამ ეს არაფერში დაგეხმარება. ილია როგორც ყოველთვის თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. შესაბამისად, რჩება ერთი კითხვა, რომელ რაუნდში და როგორ შეძლებს ქართველი მეორე ქამრის მოპოვებას. თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ ამ საკითხზე თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერი არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.